2026 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პენსიების, ასევე პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების ხელფასების მატებას. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც პარლამენტის ვებსაიტზე უკვე ატვირთულია, პენსია 70 წლამდე პენსიონერებისთვის გაიზარდა 20 ლარით და გახდა 370 ლარი. 70 წლის და მეტი ასაკის ადამიანებისთვის 45 ლარით და გახდა 495 ლარი. რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებებს, იქ მცხოვრები 70 წლამდე ასაკის პირები 444 ლარის პენსიას აიღებენ, ხოლო 70 წლის და მეტი პენსიონერები 594 ლარს. თრიალეთის მიერ გამოკითხული მოქალაქეები ამბობენ, რომ იმ ფონზე, როცა ქვეყანაში პირველად იმოხმარების საკვები, პროდუქტებისა და მედიკამენტების ფასები ყოველთვიურად მატულობს 25 ლარით, პენსიის მომატება არაფერს ნიშნავს და პენსიონერების სოციალურ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. 350 ლარი, როცა ორი ის მაქვს, რა ქვია, ხელშეკრულება დადებული იმასთან გაფორმებული, რომ განვადებებს ვიხდი, იმ 180 ლარი უნდა დავტოვო ბანკებში. რაღა დამრჩება? საპენსიო სესხებს. მე მრჩება რამე, აღარაფერი მრჩება. მით უმეტეს ავანტყოფი ვარ და თურქეთში დავდივარ სამკურნალოდ. აი ამ ორ თვეში სამჯერ ვიყავი უკვე. შორს არ დავდივარ, რიზეში დავდივარ, მაგრამ პრობლემები მაქვს თავში და რა ყოფნის? ვალიდან ვალზე გადავდივარ. 20 ლარი მასხრობა მეტი არაფერი. დაგვრცინიან. არც ღირს ლაპარაკი ამ საკითხზე. თქმაც არ მინდა და არც ლაპარაკი არ ამსურს. ჩვენთვის არაფერი ნამდვილად, იმიტომ რომ ისეთი მოიმატა ფასებმა არანაირი შეღავათი არ იქნება. მე ასე მგონია. რა ვუყო, თვითონ ძალიან კარგად მოიმატეს. ეს მოვცემი 20 ლარი ვისცა, იმდენი მეკავება, იმ 20 ლარის ღირსით არ გავხდები. 100 ლარი მეკავება ვალისაი გამოტანილისა. აბა რა უნდა ვიქეიფო და რა ახალწელი მიხარიან, რა. ტანსაცმელი მინდა, საჭმელი მინდა, წამალი მინდა, კომუნალურები, ყველაფერი. გამოაცხადეს წინა კვირას, რომ გაზი მოიმატებსო, ეხლა შუქიც მოიმატებსო. აი ეხლა ხო იმატებს პენსიაც, თქვა შეღავათი. კარგით რა, ხო იცით რომ ანეკდოტია, 20 ლარი რა. არაფერი ეგ არის წყალში წვეთი მომატებაი. თავიანთვისა რამდენი მოიმატეს თვითონა, ის ჩვენგან მოიმატეს, ჩვენ გადახდილი ფულითა. შეღავათი უნდა იყოს, ყველაფერი ფასმეტია. ფასები იზრდება და ის 20 ლარი ეყოფა პენსიონერს, წამლის ფულად არ ყოფნის. და თვითონ პენსიონერი ვარ. ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი და ვერ ვიკეთებ იმის გულზე, რომ ფასები მაღლა მეტის. იმდენი მოუმატეს პენსია ხალხს, რომ მე მგონი თავს გაუვათ. სხვა არაფერი მაქვს.